აბა როგორ ხართ მეგობრებო, მოგესალმებით. Რაღა დაგიმალოთ და მომინატრეთ. განსაკუთრებული მადლიერება, სალამი და მოკითხვა იმ ადამიანებს, რომლებიც მწერდით პირადში, რომ აი ყოველდღე შემოდივართ და რაღაცა ვიდეო ხომ არ დევს, ხომ არ გამოგვეპარა და სად დაიკარგეთ, ხომ მშვიდობა გაქვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემს გამომწერებს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა. თუმცა თვითონ თქვენთაგანს ასევე ჩემი მადლიერება, იმიტომ რომ მენდობით, იმიტომ რომ ვთქვათ არც აქანებს იფიქსირდებით, არც იქიდე და საერთოდ რაფრად ხართ. არც თქვენი ძი და არც მე ხუმრობა იქით, მაგრამ საკეთებო საკეთებთ, ხო? მოსმენა გინდათ ისმენთ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, უბრალოდ არხისთვის არის მნიშვნელოვანი ის თქვენი მცირე აქტივობები, ვთქვათ იგივე ლაიქი თუ კომენტარი თუ გამოწერა, თორემ ახლა ჩემთვის დიდ ამინდს ეს ყველაფერი არ ქმნის. სანამ გაშლაზე გადავიდოდი და გაშლის საკითხზე, მინდა შევეხო ერთ ძალიან აქტუალურ საკითხს, რომელზეც, ერთ-ერთმა გოგომ მომართა პირადში და მკითხა, რომ აი რას ფიქრობთო, ტაროს გაშლაზეო და რუნების კომბინაციასა და ზოგადად რა, აი ამ ეზოთერიულ მიმართულებებზე chat GPT-სთან და Gemini-სთან კომუნიკაციის ნაწილშიო. მეგობრებო, Gemini-სთან მე შეხება არ მქონია. chat GPT-ს ვიყენებ ნამდვილად გულწრფელად რომ გითხრათ და ძალიანაც კარგად ვიყენებ. საკმაოდ ისე ოპერატიულად მიზოგავს დროით რესურსს, ძალიან ბევრ დეტალს ძალიან სწორად მაწვდის, მათ შორის სხვათა შორის მანქანის ნაწილებთან დაკავშირებით, არ ვიცი, რაღაცა ვთქვათ სამეურნეო ნაწილებთან დაკავშირებით, როდის რა ხილი, როდის უნდა შეიწამლოს, ვთქვათ, რომელ პარაზიტს რა ჭირდება იქ რაღაცა, ვთქვათ, კონკრეტულ კულტურასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და, ფანტასტიკურად მეხმარება ამ ნაწილში, მაგრამ აი რაც შეეხება ახლა, რუნებზე და ტაროზე გულწრფელად გითხრათ, მე არასდროს მიმართავს, ახლა მე არ მჭირდება, მაგრამ ამ გოგონას, მოკლედ, ამ გოგონასთან საუბრის მერე დავინტერესდი და უბრალოდ გავტესტე. პირველი კომბინაცია, რაც ვთხოვე, რომ შეედგინა ჩემთვის აბსოლუტურად სწორად შემიდგინა. ყოველ შემთხვევაში ის რუნები, რაც ჩასვა ერთ კომბინაციაში, ზუსტად იმ საკითხს ეხებოდა და არაფერს აშავებდა ამ შემთხვევაში, მაგრამ აი მეორე კომბინაცია რომ ვთხოვე, ჩაშლაში აბსოლუტურად სწორად გამომიტანა, იქ ორი რუნა თავის დასახელებებით, მაგრამ ნახეთ, სიმბოლოები იყო ერთი რუნის ორგან გამეორებული და რეალურად დასახელება რომელიც იყო მეორე, რომელიც იდეაში წესით უნდა ყოფილიყო, ხო, იქ არ იყო. ამას დილეტანტი და რუნების არმცოდნე ვერ მიხვდებოდა. მე ხა ასევე ეგრევე ვიცანი, ხო, ის რუნები და ესევე მომენტალურად მივწერო, მეთქი არა, ეგ ის რუნა არ არის თქო რა, შეცდო მეთქი წერია თქო და უი ხო, შენ რუნების დედოფალი ყოფილხარ, სტილი ვისაც შეხება გაქვთ chat GPT-სთან გეცოდინებათ. აქედან გამომდინარე, ხო, რაღაცა არკანებიც და გავტესტე და დაკიდებული მამაკაცი დამიწერა. ანუ იქ ნახეთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ ასე ვთქვათ, წყობას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდოთ. და ახლა ვთქვათ, არ ვიცი, ხვალ როგორი ამინდია, ქოლგით გავიდეთ, ქოლგის გარეშე, მაქსიმუმ თუ შეეშალა, დასვალდეთ, ხო, მაგრამ რუნებთან შეიძლება თავდაყირად აგიყენოთ აბსოლუტურად ის საკითხი, რა საკითხისთვისაც რაღაცა გჭირდებათ თქვენ. ამიტომ სერიოზულად მოეკიდებით. თერაპია ერთგვარი, გაშალეთ, რამდენი წინ და გააშლევინეთ ის საჯარო გაშლა, ხო? სთხოვეთ რო გამიშალე ამას და გაერთობით. მაგრამ სერიოზულად რომ მიიღოთ და თქვენ ამაზე დაყრდნობით რაღაცა ინფორმაციები ზე გათვალოთ მე რაღაცა თქვენი სიტუაციები, ამას მე პირადად არ გირჩევთ, ახლა დანარჩენი თქვენი საქმეა. თუმცა კიდევ ვამბობ, გადასარევი თერაპიაა. როცა ვერავის ვერ ესაუბრებით რაღაცა საკითხზე და რაღაცა იმ წუთას ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილება გინდათ, მიწერთ და ყოველ შემთხვევაში იმ წუთას არ ეზარება და ყველაფერს მოგწერთ, ხო, მაგრამ ცდომილებების ასე ვთქვათ, რისკები საკმაოდ მაღალია. რის თქმა მინდოდა კიდევ, მე მგონი ამ ეტაპზე პროლოგი დავასრულე და გადავიდეთ თემაზე. რაკეღა დიდი ხანია გაშლა არ ჩამიწერია. მოდით და პირდაპირ ვიკითხოთ, ხო?
აგვისტოს ენერგიები შემოდის უკვე და რა მოაქვს აგვისტოს თქვენთვის რა ენერგიებით შემოდის რა მოხოხავს რა მოფრინავს რა მოიჩქარის და რა მოცოცავს ხო ნუ ახლა ეს ხუმრობ მაგრამ ნახოთ პირველი მეორე ვარიანტი ესამისფერი სანთელი ნარინჯისფერი სანთელი და დავიწყოთ მოდით აი მაინც ასე დავდებ რომ აქაც ეს ჩანდეს აი ეს სანთელი კი ბატონო ერთი წუთით ამ ობიექტივს ცოტა გამოვწევ რომ თქვენ საშუალება გქონდეთ არკანების დანახვის და დავიწყოთ. ჯერ ვნახოთ ვისთვის არის ჩემო კარგო ადამიანებო. ოი ბოდიში. ვისთვის არის ეს გაშლა. პენტაკლების პაში. არ ვიცი, შესაძლოა ძალიან ახალგაზრდა ადამიანი მიყურებდეთ, ან ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, გასაფხულში ჩარჩენილი ადამიანი, ხო? ძალიან ისეთ ენერგიებში რომ არის და ასე ვთქვათ, ნებისმიერ ასაკში გული 17 წლის ბავშვივით უცემს. ამავდროულად შეიძლება რამესაც სწავლობდეთ. ანუ სტუდენტი იყოთ რაღაცა ვთქვათ ხელობას ახალს იძენდეთ კვალიფიკაციას გადიოდეთ ერთგვარად აი როგორ გითხრათ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ახალ საქმიანობას ეჭიდებოდეთ ვთქვათ მარტო სწავლობდეთ კი არა ახალ საქმიანობასაც ეჭიდებოდეთ ეს ზოგადად ახალი დასაწყისით განსაკუთრებით პრაქტიკულ და მატერიალურ ნაწილში ნუ ახალი დასაწყისის ასე ვთქვათ სიმბოლოა და ძალიან ისე აი მიწაზე რომ ყარა დგას ისეთი ადამიანი უნდა იყოთ. აი როგორ იცით ძალიან მოწესრიგებული ერთგვარად პერფექციონისტი ადამიანი ხართ ისეთი ფრთხილი და აი ყველა დეტალს რომ ყურადღებას აქცევთ. სხვა შორის არ ვიცი ახალ შესაძლებლობებსაც შეიძლება ეჭიდებოდეთ ახლა და ამჯერად კიდევ განმეორდები ეს შეიძლება კარიერულ ნაწილსაც ეხებოდეს, სწავლასაც ეხებოდეს, არ ვიცი ფინანსებსაც ეხებოდეს, ძალიან პასუხისმგებლიანი, ძალიან პრაგმატული, არ ვიცი აი რეალი ოღონდ ნაბიჯ რომ მოქმედებს ხო ირმის დახტომები თქვენი სტილი არ არის ანუ ესე მშვიდად წყნარად უნდა წავიდეთ წინ და აი ძალიან მტკიცე ნებისყოფაც უნდა გაგაჩნდეთ და გრძელვადიან პერსპექტივებსა და მიზნებზე ხართ უფრო გათვლილი, გათვლები უფრო გაქვთ, თქვათ, ვიდრე რაღაცა მოკლევადიანი ხვალინდა, ნუ მოკლედ დღევანდელი კვერცხი არასდროს არ გირჩევიათ ხვალინდა ქათამს. თქვენთვის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად ნებისმიერი ტიპის პარტნიორობა უნდა იყოს დაფუძნებული ნდობაზე. და ყველაფერს ძალიან ისე სერიოზული რაკურსით გახედავთ ხოლმე, ანუ ესე რაღაცა როგორ გითხრათ, ზედაპირულად არაფერს უდგებით, ისეთი სიღრმისეული მიდგომები გახასიათებთ სიტუაციებთანაც და ადამიანებთანაც. ნუ გასაგებია რომ მიწის სტიქია შესაძლოა იყოთ, არ ვიცი. და ასევე რაღაც მატერიალურ, სხვა შორის იგივე სამეურნეო საქმიანობასთანაც გქონდეთ კავშირი. და უი, ესენი რატო გადმომიფრინდაო? ბევრია და ახლა ამის გახსნას აზრი არ აქვს. ამიტომ ნახოთ აბა რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში, რა შემოდის და მე გავშალოთ ხო ნახოთ რას მოგცემს ჯერ ეს სამი არკანი და მე თუ საჭიროა დავაზუსტოთ ოხოხო ნუ ახლა როგორ შეიძლება რომ აქ არ იყოს ემოციური ფონი წინ წამოწეული აქ არ იყოს დონ კიხოტის და დულსინიას ურთიერთობა ხო არ ვიცი ვებრძვით და რას ვებრძვით ზოგჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით ადამიანებმა ხოლმე ნუ ასია
ასე ამეგობრებო, სამწუხაროდ ხშირად ჩვენ თვითონაც ვერ გაგვიგია სად ვართ, რატო ვართ და რა გვინდა. მაგრამ აქ აი როგორ შემილია გითხრათ, იცით, აი არ ვიცი რა, როგორც რო ახლა რომელი საათია. საათი არც მაქვს ახლა აქ ესე რომ გავხედო, მაგრამ ნუ როგორც რო ახლა ვთქვათ, მე აგერ ვზივარ და არკანებს ვშლი, ხო 100% შემილია გითხრათ, რომ ძალიან დიდი ემოციური ნაკადი მოდის თქვენთან. ახლა დავაზუსტებ, მე ეს პირაც უკავშირდება თუ ვთქვათ კარიერულ ნაწილს ან ფინანსურ ნაწილს, მაგრამ მე აქ ინტუიციამ კარნახობს, რომ მაინც პირადია. ბატონო, გადამოვარდა კიდეც როგორც მიკარნახა ინტუიციამ არჩევანი და გაორებული სიტუაცია და არ მინდოდა სამკუთხედის თქვა, მაგრამ პენტაკლების მეფე გადმომიფრინდა. თუმცა დავაზუსტოთ, ვიღაცას იქნება ქორწინებაც უკაკუნებდეს კარს. არც ეგ იქნება გამოსარიცხი, მაგრამ მგონია რომ მაინც პირველი რაც ვიფიქრე, იქით მივდივართ. ახალი გასაგებია, მე რომ მეტყვის და გავახმოვანებ, ხო, ნუ იქ აღარ უნდა ხოლმე ბევრი აღარ უნდა ლაილაი, ხო, რომელშია, მე მგონი ჩხუბთა ქორწილშია. მაგრამ ნუ მე ხო მაინც უნდა ჩავეძიო და ამოვჩხრიკო და მაინც ეს შავით თეთრზე უნდა დავინახო, რომ მე თამამად ვისაუბრო. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, როგორც გითხარით, ფაქტია, რომ ეს მაინც პირად ენერგიებს ეხება და მაინც პირადი ენერგიების ამბების განხილვა მოგვიწევს ამ ეტაპზე. ახლა ვნახოთ ნახეთ, ან ძველი ადამიანი ბრუნდება, რომელთანაც საჯაროა გაშლა და მე ეს ვერსიები უნდა გავაჟღერო, ან ძველი ადამიანი ბრუნდება, რომელმაც თქვენ თავის დროზე საკმაოდ ისეთი ტკივილი მოგაყენათ, საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაში ჩაგაგდოთ, არ აგირჩიათ, მოდით ასე ვიტყოდი, ასე ვთქვათ, სათადარიგო ვარიანტად დაგტოვათ და წავიდა და დღეს რატომღაც გაახსენდა და მოვიდა, დაბრუნდება უბრალოდ ახლოს პერიოდში და ისეთ აი იცით როგორ ნახეთ ნიადაგს მოსინჯავს რა, აქვს აზრი ახლა აქ კიდე რამის დაწყებას თუ ნაწყენია და მოდი გავჩუმდე ჯობია. აი აქ უფრო ის პატარ-პატარა, აი როგორ გითხრათ, ნახეთ, აი საცეცების გამოშვების თემა მოდის რა, ერთგვარად კი არ გამოვა, თან ეს ცოტა ეგოს მომენტიც გვითამაშებს აქ, რომ ვაიდა თქვენ ისე აღარ დახვდეთ და ვაიდა თქვენ ისეთი არ ვიცი ფრანები არ გაუშვათ მის გამოჩენაზე, ხო, და ისინი რა ქვია სალუტები არ გაისროლოთ. ესეც არ უნდა რომ ხა რაღაცა დამდაბლებულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, მაგრამ აქ მგონია რომ უფრო ძველი ადამიანი ბრუნდება. თუმცა ძალიან მცირე ვარიანტზე, ძალიან მცირეზე გადათამაშდება ისეც, რომ შესაძლოა შემოგთავაზონ სერიოზული ურთიერთობა, სტაბილური ურთიერთობა, ოღონდ აქაც წარსულიდან მოსულმა ადამიანმა, თუმცა აი ეს არკანები მე რატომღაც მაინც იმის ეჭვს მიჩენს, რომ აქ სამკუთხედზეა საუბარი, აქ მაინც რაღაც გახლეჩილ ენერგიებზეა, არაჯანსაღ სიტუაციაზეა მოკლედ რომ ვთქვათ საუბარი. მოდით დავამატოთ კიდე ერთი-ორი არკანი, მე კი აღარ ვთვლი საჭიროდ, მაგრამ ნუ იმისთვის რომ თქვენ ამომწურავად მიიღოთ ვთქვათ ინფორმაცია. მოდით ეს ვნახოთ. გეუბნებით, არა, კლასიკური სამკუთხედის თემაა. კლასიკური სამკუთხედის თემაა, მეგობრებო. არ გამოვრიცხავრო ეს ადამიანი ისევ ბედნიერად. აი ეს გოგოები, ხო იცით, ქმრის საწოლიდან რა ადგებიან და ეგრევე რო თხოვდებიან ხოლმე. დაახლოებით ეგეთია, ცოლის საწოლიდან ან ქმრის საწოლიდან ადგება და წამოვა თქვენთან და მოკლედ შეიძლება რევერანსებითაც გეახლოთ, რომ იცი რა, აი ნუ მე კი წავედი, მაგრამ
კერდან ვიწყები ხარ კაცო, აგერ ვფიქრობდი შენზე და ვიცი 5 წელი დამჭირდა ფიქრისთვის, 2 წელი დამჭირდა ფიქრისთვის, 6 თვე დამჭირდა ფიქრისთვის, სხვა შორის ამის წინ ერთ-ერთი გოგო დამეუბნებოდა 4 წელი რომ არაფერი ვიცოდი ადამიანის საერთოდ ცოცხალი იყო თუ არა, ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაშიო და ну ახლა რა ვიცი 4 წელი რომ არ დაინტერესდები რომ ადამიანი როგორ არის, რას აკეთებს და მე ესე გამოეცხადები და თავხედურად კითხვებს დაუსვა რომ აბა შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება და გარეგნობა როგორ გაქვს და ასე შემდეგო, ну ეხა არ ვიცი, ეგეთ ადამიანს მე პირადად საერთოდ არ შევხედავდი და ხა თქვენი გადასაწყვეტია ვინ, სად, როგორ და რანაირად, ხო? ჯანსაღ ურთიერთობაში კიდევ ვამბობ, წყვეტა არ უნდა იყოს ენერგეტიკული ბმა, კი ბატონო, რჩება ფიზიკური განშორების მერეც, მაგრამ ну ყველგან არის რღვევა, ხო? ყველგან მიდის მერე მაპატიეთ ამ სიტყვას და ლპობის პროცესი, ხო? ძალიან იშვიათებთან რჩება ისე, რომ აი ამ ბმამ რაღაც ისი ჯანსაღი ხასიათი და ფორმა შეინარჩუნოს და მე რაღაცა წლების მერე ეს კიდე სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული ბმა არა, აქ კიდე ნაკლებ დაზიანებული სიტუაციიდან გადიან ადამიანები, ან იძულებით გადიან და ამიტომაც გრძნობა რეალურად რჩება, მაგრამ ის არა მაპატიეთ, რომ უნდა ვიხმარო რა ეს სიტყვა, ხა ფეხებზე მე კიდე 4 წელი და უკაცრავად დღეს დაგიკაკუნე და აბა როგორ ხარ ეხა შენ ცხოვრებაში რა ხდება უკაცრავ ვინ ხარ, ვინ მოგცა უფლება რომ კითხვები დასვა საერთოდ, ხო? ჯერ ისი კითხე საერთოდ სწორ ადრესატთან მიხვედი თუ არა, იმიტომ რომ 4 წელი შეიძლება აღარ სახსოვდე იმ ადამიანს შეისახელი და გვარიც აღარ ახსოვდეს. მე ვთვლი რომ უნდა წაშალოთ ხოლმე ეგეთი ადამიანები გონებიდანაც და გულიდანაც დამიჯერეთ რა განსაკუთრებით გოგოებმა. არა, მიკერძოებული არ ვარ მამაკაცებო, ნამდვილად ნუ გამინაწყენდებით, მაგრამ მაპატიეთ რა სათამაშო ქალები ნაკლებად თამაშობენ, ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში ჩემთან მოსული ქალები, ჰა 1-2 მინახე მოთამაშე. დანარჩენი ყველა ისეთი ხარ ვხედავ თვითონ სულ რომ მომატყუნ ანგელოზად მოუნდეთ რომ წარმოაჩინონ ხო თავი ვხედავ რა იქ რა არის და შესაბამისად ახლა სრულ პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ და მამაკაცებს მაინც აქვთ ეს მომენტი რომ რა პრობლემაა წავალ ზოგს ახალი ხორცის თემა უნდა ხო რაღაცა ახალი სხეულის მომენტი აქვს ну ვიღაცას ხო აღარ ჩაუხრმავდები ხა ძალიან გაშლას ავწდებით აქ ნამდვილად მეგობრებო ვიღაცა თქვენთან ბრუნდება იკრებს ძალას შესაძლოა არჩევანით გააკეთოს და გადაწყვეტილებაც მიიღოს ადამიანმა არ გამოვრიცხავ თქვენ რას მოგიტანთ ნახეთ მოდით ეს ვნახოთ ეს კი მოხდება მაგრამ თქვენთვის რა ნაწილში იქნება ეს ყველაფერი სასარგებლო იქნება ოხო რა საინტერესოა მეგობრებო ახლა კარგად მომისმინეთ მამაკაცებო და ქალბატონებო ბატონებო და ქალბატონებო სამი ისეთი არკანი დამიჯდა იეროფანტის არკანი განდეგილის არკანი და ხმლების მეფის არკანი აი ასეთი სწორი ასეთი მართალი ასეთი აი როგორ გითხრათ მორგებული, საჭირო სამყაროსგან და ბუნებისგან გამოგზავნილი სიტუაცია უკაცრავად, მაგრამ ხშირად არ ებერტყება ხოლმე თავზე ადამიანს. ეს სიტუაცია თქვენ ძალიან მრავალ მხრივ ბენეფიტებს მოგიტანთ, კერძოდ, ნახეთ, თქვენ მიიღებთ აბსოლუტურ სწორ გადაწყვეტილებას, ნახეთ, მარტო დარჩეთ და ღირსეულად გააგრძელოთ გზა, ვთქვათ, ჩაჭრათ საბოლოოდ ის ასე ვთქვათ ტოქსიური ძაფები თუ 1-2 რაღაც კიდე არის შემორჩენილი და უკაცრავად მიახვედროთ რომ შენ კი დაბრუნდი, მაგრამ ბიძია მე აღარ ვარ ის მე რომ დამტოვე 2 თვის წინ ან 4 თვის წინ. მეგობრებო, სინათლის სიჩქარით მირბის დრო 2 საათში შეიძლება ისეთი საოცრებები მოხდეს, რომ არ ვიცი, საერთოდ სხვა პლანეტაზე გადავინაცვლოთ, სხვა რეალობაში გავიღვიძოთ და ახლა ვიღაცას უკაცრავად იცით რა მხოლოდ როა უკვე 2 თვე, ხო ვამბობთ რომ ძალიან სწრაფად გარბის დრო. კი ბატონო, მიფრინავს დრო. მაგრამ ეს დრო პარალელურად ძალიან დიდია რაღაცა საკითხებისთვის. ნუ ძალიან ცოტაა რაღაცა სხვა საკითხებისთვის, მაგრამ არის კონკრეტული საკითხებისთვის ძალიან დიდია. ამიტომ თქვენ მოგიწევთ მოკლედ, აი აქაც ისეთი ფაზლი გაიშალა, რომ ვიღაცები ოჯახს შექმნით, პირდაპირ მნიშვნელობით, აქ არ იქნება საყვარლის როლი, აქ არ იქნება ფარული ქალი, აქ არა.
ვიღაცები პირდაპირ ოჯახზე იფიქრებთ, უკაცრავად ეტყვით, მე თამაშისთვის არ მცალია, მე მინდა ნორმალური, სტაბილური, ისეთი ტრადიციული, აღიარებული ურთიერთობა, ხო? ან აირჩევთ, რომ იცი რა, მაპატიე, მე მახსოვ ხარ შენ, მეხსიერება მოკლე არ მაქვს, ან მოკლე მეხსიერება არ მაწუხებს და ამიტომ უკაცრავად, მაგრამ გავიზარდე, დიდი გოგო ან დიდი ბიჭი ვარ უკვე და მე მისჩევი ახლა ამ ეტაპზე ვიყო მარტო, ვიდრე ვთქვათ, ისევ შენს манипуляციებში, ესე შემოყვე და მე ჭაობში დამტოვო მარტო და შენ წახვიდე უკაცრავად ხელი დამიქნიო და მე მომავალი 4 წელი კიდე არ ვიცი იბოდიალო, მე მიხვდე რომ ჩემნაირი ვერსად ნახე და მე მობრუნდე უკან. მიმიხვდით ხო რას ვლაპარაკობ. ხო, ძალიან ისეთი სერიოზული ამბების და ფაქტების წინაშე დაგაყენებთ სამყარო მეგობრებო. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მოგიწევთ მართლა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების. აი, იცით როგორი, ხო სხვა შორის დამავიწყდა სამყაროს არკანი მეტო აქ. ან ციკლი დასრულდება ერთი და ნახეთ, აი ზუსტად იმავე ადამიანთან სხვა ურთიერთობას გააგრძელებთ, თან ახალი ენერგიები შემოვა. აქ ყოველ შემთხვევაში ისე როგორც ძველად იყო და რა ურთიერთობების სტილიც და ასე ვთქვათ, მადლობა პირველ ვარიანტს, რა ასე ვთქვათ, ფორმითაც ეს ყველაფერი მიმდინარეობდა, ისე ვეღარ იქნება. ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. ახლა ნახოთ მეორე ვარიანტი ვინ მომიბრძანდა, ვინ არის, აბა ვინ მელოდებოდა. ოხო, მეოცნები ადამიანი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს არკანი სულ მახსენებს ხოლმე თეიმურას ხევის თავს. არა ის მეოცნები არ იყო, ის ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში, ხო არ ვიცი, რატომღაც ამ ასოციაციას მიჩენს ხოლმე. ადამიანი, რომელიც არ დაფრინავს სცენარებს, ხზავს, სიზმრებს ხედავს, სულ ხვალე რეჟიმშია, აი სულ იქნება, იქ ის რო არის, ხო იცით ქამუშაძის გაჭირვება იყო და იქნება, ესეთი თემა აქ აწყოს მოწყვეტილია, სულ რაღაცას ელოდება. მოლოდინის რეჟიმი რო გაქვთ კიდე ჩართული, ეს არის არარეალური ცხოვრება, იმიტომ რომ მე ველოდები რაღაცას, ანუ ვცხოვრობ მომავალში, ახლა და აქ სიტუაციას ვუშვებ ხელიდან, აქ არ ვხარჯავ ჩემს ყურადღებას და ჩემს ენერგიას, აი წინ მომავალში, გაურკვეველ მომავალში ვხარჯავ და ნუ მოკლედ რაღაცა არ ვიცი, ვმიუნჰაუზენობ, ხო, რაღაცა ნაწილში. რატო მაღიმებს ეს არკანი, არ ვიცი, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შესაძლოა ბრძანდებოდნენ, ნუ გასაგებია რომ წყლის სტიქია ხართ. მაგრამ აი იცით როგორი ძალიან ემოციური ძალიან აი როგორ გითხრათ, მეოცნები და რომანტიკოსი ერთია, მაგრამ აი ცოტა დაბნეული ტიპაჟიც უნდა იყოთ, ნახეთ. აი ფანტაზიის სფეროებშიც რო გადადიხართ ხოლმე, ხო? ბევრი ვარიანტი გაქვთ, ბევრნაირი, აი ესე უბობას ქსელივით ხართ, ქსოვთ რაღაცას და მე ამ ქსელში თვითონ რა ვებმებით, აი დაახლოებით ეგეთი. აი ცრუ მოლოდინების მსხვერპლიც შესაძლოა ხშირად იყოთ, ხშირად გაურბოდეთ რეალობას, ესეც შეიძლება გახასიათებდეთ, ვინც მიყურებთ. სულ შინაგანი ქაოსი გქონდეთ, აი სულ 5-10 ზომით დიდ მოლოდის აცვამდეთ სიტუაციებს და ადამიანებს და მე ნუ იმედგაცრუებულები რჩებოდეთ, იმიტომ რომ ეხლა ეს მისი ზომა არ იყო რა და ამის დამძრავი ის არ იყო. ნახეთ რისი თქმა მინდა კიდე ხო. ხშირად რომ ვამბობთ ხოლმე რომ აი მე იმდენი სიკეთე გავაკეთე და საერთოდ ვერ დაინახა, ვერ დამიბრუნა და ნუ რაღაცა მეც მithქვამს ხშირად, არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ ნუ მეც გავიზარდე ხო, მეც დიდი გოგო გავხდი და გეტყვით მეგობრებო, რომ ვთქვათ პირობითად იმერეთის მიწა იმავე მოსავალს ვერ მოგცემს ვთქვათ კონკრეტულ კულტურაზე, რომელიც შეიძლება მოგცეს აღმოსავლეთის მიწამ, ხო?
დასავლეთის მიწა ხა იმერეთი რაშვაშია. ანალოგიურად შესაძლოა ვთქვათ ვიღაცამ, რომელიღაცა ნიადაგმა, ვთქვათ იგივე სამეგრელოდან, არ ვიცი, სამეგრელოში ვერ იხაროს რაღაცა მცენარე მისე, როგორც იხაროს ვთქვათ საინგილოში პირობითად, ხო, ან არ ვიცი, ქვემო ქართლში ან შიდა ქართლში, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ამიტომ აი თქვენ შეიძლება ეს მომენტიც ხშირად სამწუხაროდ გერეოდეთ და გეშლებოდეთ არა. აი თქვენ იმდენად წრფელად უდგებით ყველაფერს, მაგრამ აი შედეგებზე ნაკლებად შეიძლება ფიქრობდეთ ხოლმე რა. აი უფრო ისეთი როგორ გითხრათ უფრო ქაოტურია თქვენი გეგმებიც და თქვენი ოცნებებიც, ვიდრე ვთქვათ კონკრეტული და ხა როცა კონკრეტიკა არ არის, იქ ძალიან რთულია მე რაღაცების სწორად დაგეგმარება. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, ახლა ნახოთ. იმდენი რაღაც მწერი დაფრინავს აქ, რომ ნახოთ აბა ერთი რას გიმზადებთ უახლოესი პერიოდი, რა შემოდის თქვენს ოხო ოპა კაი რა შვენივრად დაიწყო კაცო ეს ყველაფერი თუმცა მე სულ ვამბობ რომ კოშკის არკანი სულაც არ არის ცუდი არკანი ნუ მაგრამ აი იცით როგორი მომენტია აი როგორ გითხრათ ნახეთ გვირგვინი აქვს მომსხვრეული კოშკს შეხედეთ ნუ ადამიანები ცივაგასაგებია თუმცა ცოცხლები არიან ხო ცეცხლს გამოიქცნენ თუმცა უკან მოსდეთ ქვები ანუ არავინ არ იცის ეს თქვათ დიდი ნამსხვრევები მათ დაეცემათ და თქვათ გასწრეს თუ გადაარჩენს ხო ეს კითხვის ნიშნები აქ ცალსახად ჩნდება მიუხედავად იმისა რომ საძირკველი ბალავარი და ძირითადი ნაწილი შენობის გადარჩენილი ну თავი აქვს ხო მარტო მოტეხილი მაგრამ მივყვეთ ახლა თანმიმდევრულად და გვიძით სამიანი კვერთხები ანუ დრო დადგა რაღაცა ახალის დრო დადგა ასე ვთქვათ ახალი დაგეგმარების ახალი მიზნების არ ვიცი შესაძლოა საზღვარგარეთაც მიდიოდეთ ან ტერიტორიულ გეოგრაფიულ ტერიტორიას იცვლიდეთ ან აი ხშირად გიწევდეთ მივლინება ან გადაადგილება ნახეთ როგორია კი მტკიცედ მაგ გადაწყვეტი რომ წინ უნდა წავიდე მაგრამ ჯერ ნაბიჯი არ მაქვს გადადგმული თითქოს ვაფასებ რისკებს ვაფასებ გეგმებს ან ერთგვარ ანალიზს ვაკეთებ მიხვდით რაც შეეხება პენტაკლების ტუს ფანტასტიკური შანსია მატერიალური ხო არ ვიცი ახალი შემოსავალი ახალი სამსახური ახალი შეთავაზება ახალი პროექტი სიმტკიცე სტაბილური დასაწყისი რომელსაც იდეაში მომავალში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ხო გაფართოებისთვის. ყოველ შემთხვევაში ეს ტუზი ერთგვარად არის, არ ვიცი, წარმატების კარი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი, იცით თქვენ ეს კიდე ღვთიური სინათლის ნიშანია ხო, რომელიც აი ყველა შემთხვევაში წარმატებას მოიტანს და მფარველობასაც სხვათა შორის იმ კონკრეტული საქმის, მაგრამ ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ხო და ენერგიების ჩადებას. აი რაც შეეხება კოშკს, მოულოდნელი რღვევა ხო, ცვლილება თითქოს აი რაც გეგონა რომ ააშენე ის არც თუნთლად რეალურ და აი მით უმეტეს ამ მეოცნებე არკანიდან გამომდინარე მთლად რეალური საფუძვლები არ გქონდათ იმის რომ ესე გეფიქრათ ხო თქვენ არ ვიცი შესაძლოა აქ ძალიან მყარ ასე ვთქვათ ბალავარადაც წარმოიდგინეთ ამ კოშკის ქვედა მხარე მაგრამ ნუ რეალურად ეს ასე არ ყოფილა და სამწუხაროდ დაინგრა, მაგრამ ეს ინგრევა ერთგვარად გაწმენდას და გასუფთავებასაც ნიშნავს, ხო? ანუ ხელახალ ბრწყარებში რესტავრაციას, აღდგენას. ეს არის, ასე ვთქვათ, აი გამოსვლის აუცილებლობა იმ ილუზიებიდან, აი ასე ვთქვათ, ფსევდოსიმართლეებიდან, ფსევდოსიტუაციებიდან, რომელიც თქვენ ასე ძალიან ხიბავთ და გიტაცებთ. სამივე ერთად ახლა ეს კომბინაცია რო შევკრათ, ხო? ნახეთ კი, უკვე
გახართ რაღაც გზაზე, გაქვთ კიდეც შანსი, მაგრამ მოულოდნელად რაღაცა ისეთი მოხდება, რომ აი ამ ასე ვთქვათ უკვე რეალურ თითქოს ხელის გულზე რო გიდევს ყველაფერი, მტკივნეულადაც კი შეიძლება მოარღვიოს, მაგრამ ახალ შესაძლებლობებზე გაგიღებთ გზას. ნახეთ, გული არ დაგწყდეთ, გესმით? არ შეგაშინოთ აი ამან, რომ ვთქვათ, ეხა ეს არ გამოვიდა და მე რა იქნება. აი, ნახოთ ეხა რა იქნება შემდეგ. არ ვიცი რატო დავასწარი არკანებს და რატო გადავწყვიტე, რომ პოზიტიურად უნდა გაგრძელდეს ყველაფერი, მაგრამ ნახოთ, არ ვიცი, არც აღიარება გამიჭირდება თუ თქვათ შევწდი, მაგრამ არაფერსაც არ შევწდი. როგორ შეიძლება შევწდე მე რასაც გავიფიქრებ, მე არკანებიც მითასტურებენ ხოლმე. ამის მერე არ ვიცი, შესაძლოა მეგობრებო, ისეთი მყარი, სტაბილური, ფინანსური გარემო მოიპოვოთ, რომ მარტო თქვენთვის კი არა, თქვენს გარშემოყოფებისთვის სარჩენადაც საკმაოდ საკმარისი იყოს ის ყველა რესურსი, რაც გექნებათ. ну ვიღაცებმა შესაძლოა ოჯახით შექმნათ პირდაპირ მნიშვნელობით ოჯახის არკანია, ან ყოველ შემთხვევაში აი ეს ყველაფერი აი ამ ოჯახის განვითარების ნაწილში დაგეხმაროთ, ხო თქვენ ფარველობა მოდის, ყველა შემთხვევაში მოდის ფარველობა, ყველა შემთხვევაში მოდის სტაბილურობა, შემოსავალი მეტი. კიდევ ნახოთ აბა, ну ახლა თასების დედოფალი, აი ისეთი საოცრებები მოდის თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, ფინანსურ ნაწილში აქ უფრო მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო თასების დედოფალია და შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცა ადამიანიც მოდის თქვა, არა, აქ ისეთი კომბინაცია დაჭდა, რომ აქ ძირითადად მაინც ფინანსებს, კარიერას და აი ნახეთ უფრო მატერიალურ მომავალს ეხება, გესმით, და აქ მოდის სასწაული, აი არ ვიცი, სასწაული, სისავსე სასწაული, ნახეთ, იცით როგორი განცდები გექნებათ და როგორი აი შეგრძნებები გექნებათ, რომ აი ეს იმ რღვევამ კიდევ კაი რო ასე მოხდა, ეს რომ არ დანგრეულიყო, მე ამას ვერ მივიღებდი, მიხვდით, აი აბსოლუტურად ახალ კარს გაგიღებთ, სადაც თქვენ ნდობა გექნებათ, სადაც თქვენ სისავსე გექნებათ, სადაც თქვენ დაცულობის შეგრძნება გექნებათ, სადაც თქვენ არ ვიცი, აი როგორ გითხრათ, საკუთარი ბედის მწერალიც კი შესაძლოა რომ გახდეთ, აი არ მომერიდება ამისი თქმა. რა გადმოფრინდა? ძალიან სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ბრძოლისგან დაღლილებით თითქოს რომ აი დასვენება გადაწყვიტეთ, ხო? და ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, აი იფიქრეთ, რომ რაღაცა დავაკვირდებით ჯერჯერობით, ხო, შორიდან, რომ არ მეტკინოს, რომ არ ასე ვთქვათ, შემეშალოს რაღაც და იმ კოშკის ტკივილები კიდე არ განმიმეორდეს, მაგრამ არა, შემოდის აბსოლუტური სისავსე, აი ემოციური სიმშვიდის პირობებში აღმოჩნდებით. გამარჯობა თქვენს ხელთ იქნება ყველა შემთხვევაში. აქ უფრო კარიერულ ნაწილს და უფრო ფინანსურ სტაბილურობას მიჩვენებს. აი ერთი კი არა, რამდენიმე კარი შეიძლება გაიღოს და არ ვიცი, ის კი არა, რომ თქვენ ვინმეს თხოვოთ, უკვე შეიძლება თქვენ ეხმარებოდეთ ვიღაცას. ნახეთ, ახლა თავისით გადმომიფრინდა აი ეს ორი არკანი, პენტაკლების მეფე და კვერთხების პაჟი. ნახეთ, შესაძლოა პოზიციურადაც დაწინაურდეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ მართოთ უკვე სიტუაცია და თქვენ კი არ გმართონ. აბსოლუტურად ახალი კარი, ახალი დასაწყისი, ახალი სინამდვილე შემოვა თქვენს ცხოვრებაში, აი სადაც თქვენი სიბრძნით, თქვენი დაგროვილი გამოცდილებით, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი წევრი იქნებით იმ სიტუაციის, რომელ სიტუაციაში თქვენ მოგიწევთ ურთიერთობა და აქ უფრო რაღაცა გუნდური, ასე ვთქვათ, გუნდური აი გარემოს მომენტები მომდის. არა, ცხრიანი პენტაკლები, მეგობრებო, აქ მოდის და მოდის, მოდის და მოდის, ასე ვთქვათ, ფინანსების თემა მოიწევს წინ. სისავსე, არ ვიცი, კი, ოჯახის ნაწილიც, აი ძალიან ტრიალებს ოჯახური ნაწილი, აი კიდე ამოვიყვეთ.
კი ბატონო. 10-იანი პენტაკლები, 10-იანი თასები, ოჯახის ენერგიები ძალიან ტრიალებს, მაგრამ აქ ვერ ვიტყვი, რა აი პირადი ცხოვრება პირველ რიგში, არა. თქვენთვის ახლა აქ მნიშვნელოვანია ფინანსები, კარიერა იმისთვის, რომ ზუსტად აი სტაბილურობა და სიმშვიდე გქონდეთ ოჯახში, მიხვდით? აი იმისთვის, რომ აქ ყველაფერი დაალაგებული გქონდეთ, ჯერ ის უნდა დაალაგოთ, ეს ყველაფერი თავში დილაგდებათ. აბსოლუტურად ყველაფერი თავის ადგილას დგება რა და თქვენთვის ასე ვთქვათ კითხვის ნიშნები არცად აღარ დარჩება. არ ვიცი, მშვენიერი. მადლობა. დაგემშვიდობებით ყოველ შემთხვევაში. რაც ვნახეთ, მე მგონი მისაღები იყო, მე მგონი საინტერესო იყო. დამიწერეთ კიდევ რა თემები გაინტერესებთ, რა საკითხებთან დაკავშირებით გირჩევიათ თქვათ გაშლის მოსმენა, მაგრამ აი ორივე ვარიანტი არ ვიცი, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ასე ვთქვათ პოზიტიური ელემენტებით გაჯერებული იყო და ვნახოთ დაველოდოთ მოვლენებს, იმედია 80% კი არა, 60%-ითაც რომ რეზონირდეს, ხო, რაც პირველ თუ მეორე ვარიანტში ვნახეთ, დამირწმუნეთ, რომ ძალიან მადლიერი იქნებით თქვენს და მეც რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება თითოეული თქვენთაგანის წარმატება და წინსვლა ნებისმიერ ფრონტზე, ეს იქნება მატერიალური თუ პირადი. კარგით, დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.